გამარჯობა ბატონო და მე თქვენთან ასე დავიწყებ ამ საუბარს. თქვენ მშობლიურ რაიონში იმყოფებით. დღევანდელ დღეს მეტად აღსანიშნავ დღეს, როდესაც ჩვენ უკვე ვიხსენებთ იმ დიდ სპორტსმენებს, რომლებიც სპორტში მოვიდნენ თავის სახელი დატოვეს და დღეს აღარ არიან. მაგრამ ხალხი არ ივიწყებს მათ. არ ივიწყებს მისი მადლიერი მაყურებელი და ის სოფელი, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით. თქვენ აქაური ამ სოფლის მკვიდრი ბრძანდებით. ძვირფასო მეგობრებო, სახელოვანი მოჭიდავე ოლიმპიური ჩემპიონი ბატონი შოთა ხაბარელი. ბატონო შოთა, რას გაიხსენებდით დურმიშხანის შესახებ? დურმიშხანის შესახებ ბევრი რამის გახსენება შეიძლება. მარტო გადმოცემით მე შემიძლია ვილაპარაკო, იმიტომ რომ მე პატარა ბიჭი ვიყავი მაშინ, როცა დურმიშხანი იყო დიდი სპორტსმენი, განთქმული საბჭოთა კავშირში, ყოფილი საბჭოთა კავშირში და მსოფლიოში. და ბევრი ისეთი კარგი მსმენია ბატონ დურმიშხან ბერუაშვილზე, რომ აი მის საფუძველზე შეიძლება ითქვას, აი ქარელის რაიონში ბევრი კარგი სპორტსმენი აღზრდილა. მე რომ გითხრათ სიმართლე, მის ჭიდაობა არ მინახია. არ ხვდა წილად ეს ბედნიერება, მაგრამ გადმოცემით ბევრი რამე კარგი ვიცი ის. ფირზე მინახია. აი ეს პირადად რომ შევხედროდე და დავუშვათ მენახა მისი ჭიდაობა, ესეთ ბედნიერება არ ხვდედრია წილად. აი როგორ ახასიათებენ მას, იცით, როგორც საოცარ ადამიანს, აი მაგალითი იყო ესო სპორტისათვის, სპორტსმენისთვისო, დურმიშხანი ასეთი იყო ცხოვრებაშიც და ასეთი იყო ხალიჩაზეც. კი, ზუსტად ასეთივე სიტყვები მე ბევრჯერ მსმენია, ის იყო ზრდილი, ჩამოყალიბებული ადამიანი, ბევრი რამ კარგის გადაღება, როგორც სპორტული თვალსაზრისით, ადამიანური თვალსაზრისით, დურმიშხანისგან ბევრი რამ მსმენია კარგი. დიდი მადლობა ბატონო შოთა საუბრისათვის. დღეს ალბათ საინტერესო ასპარეზობა გველის, თქვენ მონაწილე ბრძანდებით. დიდი სიხარულია რომ ჩამობრძანდით ესწრებით ამ ასპარეზობას და რას უსურვებთ თქვენ აი ახალბედა სპორტსმენებს, რომლებიც აი ამ გზაზე დგანან დღეს, რომ გაიზარდონ და ჩამოყალიბონ. უდაოა ის ფაქტი, რომ საქართველოში და პირადად ახლა აი ჩვენს რაიონში, ქარელის რაიონში ქართული ჭიდაობა ფასდება. ეს იმის შედეგიც არის, რომ ჩვენ მარტო ქარელის რაიონში 2 ოლიმპიური ჩემპიონი და 3 მსოფლიოს ჩემპიონი ყავს. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ქარელ მკვიდრ ხალხს ძალიან უყვარს ჭიდაობა. მეს რომ იტყვიან, აი სისხლში გაჯენილი ეს ქართული ჭიდაობა და ხედავ რომ მოლითაობა იზრდება. არაა დაკარგული კიდე ყველაფერი. მე რამდენჯერმე ვიყავი ქარელშიც დავესწარი ჭიდაობას ამ ბოლო დროს იქ სხვადასხვა სოფლებში და ისეთი ტემპით მიმდინარეობს და ალბათ მოვა დრო რომ კიდევ გაიზრდებიან ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები. მე ასე მინდა რომ მალე მოგვევლინოს ჩვენ ქარელის რაიონში ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი. დიდი მადლობა. წარმატება უნდა გისურვოთ თქვენი თანამემამულეების და საერთოდ საქართველოს სპორტის მომავალში.